თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად მასპინძლობს. წელს ღონისძიება ქართველი პიანისტის ანასტასია ვირსალაძის 140 წლის იუბილეს ეძღვნება. მუსიკალური საღამოები არიელ ცუკერმანის დირიჟორობით ჩატარდება. პირველი კონცერტი სამმა სოლისტმა ქართველმა ახალგაზრდა ფლეიტისტმა ირაკლი ევსტაფიშვილმა, ვიეტნამელმა პიანისტმა დანგ ტაიშონმა და ახალგაზრდა კორეელმა ჩელისტმა ჰაიუნგ ჩოიმ გახსნეს. ამის პარალელურად თეატრის ფოიეში ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალი 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რის ფარგლებშიც მასტერკლასები მოეწყობა. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თელავის საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მეორედ მონაწილეობ და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. დღეს ამ არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად შესაძლებლობა მქონდა კიდევ უფრო ახლო კავშირი დამემყარებინა მსმენელთან. მოცარტის კომპოზიცია საკმაოდ რთული შესასრულებელია, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მსმენელის განსაოცარი ემოცია და სიყვარული ვიგრძენი. აქ მართლაც განსაკუთრებული აუდიტორია, ამიტომ მუდამ მოხარული ვარ თელაველი მსმენელისთვის დავუკრა. მადლობა არაჩვეულებრივ ქალბატონ ელისო ვირსალაძეს, რომელმაც ფესტივალზე მომიწვია. საქართველოში პირველად ვიმყოფები, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნითა და ტრადიციებით. ეს ფესტივალი საუკეთესო შესაძლებლობაა ყველა მუსიკოსისთვის. მხოლოდ 2 რეპეტიცია გავიარე ორკესტრთან და არაჩვეულებრივი კავშირის დამყარება შევძელით. რაც შეეხება მსმენელს, მათგან სიყვარული და განსაკუთრებული ემოციები მოდიოდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი კლასიკურ მუსიკას დიდ პატივს სცემენ. ამ უდიდესი კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყანაში ვიზიტი და ამ არაჩვეულებრივ ფესტივალზე მონაწილეობა ყოველთვის დიდ ემოციებთან ასოცირდება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თითქმის 10 წელია საფესტივალო ორკესტრს ვდირიჟორობ და მუდამ განსაკუთრებულია თელაველი მსმენელის წინაშე წარსდგენა. ფიქრობ, იდეალურად ჩაიარა დღევანდელმა დღემ.